იქ მცირეოდენი პაუზა. ფეხზე ამდგარი გულშემატკივარი. საქართველოს ამერი მთლიანად აქ შეიკრიბა თურქეთის ქალაქ ტრაპიზონის გარეუბან აქ ჩააბათში, სადაც ეს მშვენიერი სტადიონია, ზღვის პირას, ჩინებული ამინდი, ყველა წინაპირობა საიმისო, რომ გვენახა დიდი რაგბი და ჩვენ იგი ვნახეთ პირველ ტაიმში. იმედი ასევე გაგრძელდება მეორე ტაიმში შეხვედრა, როგორც ჩანს იქ სისხლზე იქნება შეცვლა. აბუსერიძე ამ მატჩში მეორეც და ისევ იგივე მოხდება. ესტაში აბუსერიძეს ეკუთვნის. მალაგურაძე დადგება 10 ნომრად და კვირიკაშვილი წყლად. სისხლიან მოთამაშეს უფლება არა აქვს მინდორზე დარჩეს და იგი იმ წავსვენოდა იქნა შეცვლილი, სწორედ აი ახლა ეს წესი გამოიყენეს. საჯებმა სწორედ საჯებმა ამ წესის დარღვევაზე მიანიშნეს. შეცვლა მოხდა ლაშა მარაღულაძეა მე-20 ნომრით საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში. ჩვენი შერკინება 5 მეტრიან ზოლში ვართ უკვე. ახლოსაა მეტოქის ლელო, კიდევ ერთი მიძალებაა საჭირო. და რუსები წამოდგნენ კარგი აროთან უდესიანმაც არიჩხარა ამჯერად, როდესაც ესეთი უპირატესობა გაქვს. არ არის საჭირო სიჩქარე, არ უნდა წამოდგეს 8 ნომერი, უბრალოდ ბოლომდე უნდა მივაწვეთ, გადავიტანოთ ბურთი კარიხას იქით და მერე ნებისმიერ შეუძლია ხელი დაადოს ბურთს და ლელოა. ნახოთ, აი გამეორებითი შერკინება, კიდევ დავზარდეთ, კიდევ ერთი მიძალება. ესო მაინც აიღო თვითონ უდესიანი. ბესო უდესიანი. ანგარიში გახდა 27-5. დაში ოვაციები სტადიონზე შეძახილები. ყველაფერ ამას იმსახურებენ დღეს ქართველი მორაგბეები. მორიგი მე-4 ლელო ბესო უდესიანისა. საფრანგეთის სენტ-ეტიენისა და საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი მერვე ნომრით მოთამაშე ბესო უდესიანი იყო თქვენს ეკრანზე. ახლა კი ჩვენი რეჟისორი კიდევ ერთხელ მოგცემს საშუალებას ტელემაყურებლებს განმეორებით ნახოთ ის ლელო, რომელსაც წეღან ვამბობდი შერკინების შემდეგ დაიდება ლელო, თუ მანამდე მას არანაირი მნიშვნელობა აქვს, მეთქი და აგიხდეთ ყველაფერი კარგი. ზაზე საგულისხმო სტატისტიკური მომენტი შეგვიძლია მოვიყვანოთ აქამდე, ესე იგი რუსებთან ქონდა გატანილი 29 ლელო ამ მატჩამდე, 3-3 ქონდათ ლაბაძეს, მაჩხანასა და უდესიანს და ორი ზედგინიზესა და ჯიმშელაძეს, ხოლო 16 მოთამაშეს ქონდა გატანილი თითო ლელო. და აი ესე იგი უდესიანი რუსეთთან გატანილი ლელოები დაწინაურდა. ეს არის მე-14 მატჩი. ახლა გარდასახვა დაარტყა კვირიკაშვილმა ზუსტად და გახდა ანგარიშია 29-5.